YouTube არხი კიბენი ესაა შესაძლებლობა ლიტერატურის მოყვარულთათვის. მათთვის, ვინც კითხულობს და ვინც ფიქრობს საკითხულზე, აანალიზებს მას, ვინც გამუდმებით ეძებს ახალ საფეხურს. არხის პირველ გადაცემათა ციკლს, რომელსაც ლიტერატურისადმი მიძღვნილი დიალოგების სახით გთავაზობთ, ეწოდება პოლისემია. მოცემულ კონტექსტში ეს ლინგვისტური ტერმინი გვაჩვენებს თუ რამდენად მრავალმხრივი შეიძლება იყოს სიტყვის მნიშვნელობა და როგორ იცვლება შინაარსი კონტექსტის მიხედვით. ნებისმიერი ასაკის და ხელობის ადამიანისთვის საინტერესოა საუბრები ლიტერატურაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ეს დაეხმარება აბიტურიენტობის პერიოდშიც და შემდეგაც შესანიშნავ მეგზურობას გაუწევს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენთან მოვსმეთ იმ პროფესიონალებს, რომელთაც იშვიათად შეხვდებით სხვა სივრცეში. ჯავახიშვილის უბისტის ნაკების ჩანაწერებში გვხვდება ღმერთი, რომ ხალხის დასჯას მოინდომებს, მართლად მწიგნობას მოუვლეს. ღირებული ტექსტი იმაზე მეტია, ვიდრე შინაარსი. პოლისემიური არა იმ გაგებით, რომ პირველ მნიშვნელობას ტექსტს ჩვენ მოვწყდეთ. ღმერთმა ერთი ვით აწყონოს თუ მეორე არ წარწყმოს. წინასწარ განჩინება ვინმეს არ ეგონოს ბედის წერიცნება, რაც არის ანტიკურ ლიტერატურაში. იქ წერია ტექსტში, რომ მიმართა მათ, თხოვა, ყრუნ და მუნჯნი იყვნენ ისინი. პირდაპირ ეუბნება ღმერთონი ის. ეპიზოდები YouTube არხზე განთავსდება ყოველ ხუთშაბათს 18 საათზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და Facebook გვერდი. მოიწონეთ და შეგვეხმიანეთ კომენტარებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ დიდხანს დავრჩეთ თქვენ და ჩვენ ერთ სივრცეში. მაშგელით, გამოიწერეთ და მოიწონეთ არხი კიბენი და გადაცემა პოლისემიის ეპიზოდები. ველით თქვენს გამოხმაურებებს კომენტარების სახით.